თბილისში პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ეს სტაკადის ქვეშ არსებული ქალაქის ნანგრევები კი დაუზიანებლად შენარჩუნდა. ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო პუშკინის ქუჩაზე კი სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით განხორციელდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.400.000 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს. Ერთის მხრივ 15-ზე მეტი ქუჩა განიტვირთება და საცობები აღარ იქნება, მეორეს მხრივ შენარჩუნდა ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის, რაც ყველაზე მთავარია, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე პოზიტიურად აისახება ეს პროექტი, სწორედ ამიტომ დავწერდით ჩვენთან ამოქალაქეებს და შევასრულეთ აღნიშნული პროექტი, რაც 10 პროექტიდან ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქალაქში საცობებისგან, მოძრაობის საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას ჩვენს ქალაქში. ჩემთვის იყო ყველაზე ძნელი რა, რომ ის მუზეუმი, რომელიც არის ღია მუზეუმი, დარჩენილი იყო ისე როგორც გაკეთებული იყო და ხელი არ გვეხლო. აი საქართველოში პირველად ასეთი დაბალი სიმაღლის მალი ხიდი, მე ხიდზე მაქვს ლაპარაკი, გაკეთა მეტალის და არაჩვეულებრივად ჩაჯდა.